Biznesmeni Georgi Chikwaize ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას სუსიდან უთვალთვალებენ. Chikwaize იმასაც ამბობს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მამხილებელ მასალას გაასაჯაროებს. Როგორ მიმდინარეობს აღნიშნული სასამართლო პროცესი და რას ამბობენ მხარეები, ამას ეკა ლემონჯავა გვეტყვის. ეკა პირდაპირ ეთერში ხარ და გისმენთ. სულ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე იზა კელენჯერიძე ბიზნესმენების გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე სათათბიროდ გავიდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ მათთვის შეფარდებული 50,000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს. ამის საფუძვლად პროკურორმა მიუთითა, რომ ორივე ბრალდებულმა გირაოს პირობები დაარღვია. კერძოდ კი პროკურორი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ ბრალდებულები არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდნენ სხდომებზე და ამასთან მათ ჰქონდათ ინფორმაცია მიღებული, რომ შეიძლებოდა საზღვარი დაეტოვებინათ, ვინაიდან 6-7 მარტს ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სადახლოს გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ჩემთან ერთად იმყოფება ახლა ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გიორგი, თქვენ მოისმინეთ პროკურატურის შუამდგომლობა. ის პროკურორი აცხადებდა, რომ თქვენ იმყოფებოდით სადახლოს ტერიტორიაზე და ეჭვს გამოთქვამს უწყება, რომ შესაძლოა გეგმაში ქონოდათ, რომ მიმალულიყავით. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, რატომ იმყოფებოდით, ან იმყოფებოდით თუ არა იქ? ესე იგი, ეხლა გადავამოწმე. ამ თვეში ერთადერთხელ დავტოვე ქალაქის ცენტრი და ეს იყო ვიყავი სოფელ სართიჭალაში ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით. ჩემ ახლობელ ოჯახს მიულოცე საჩუქრად ჩაუტანე იონჯის თესლი, რომელსაც ვახორციელებ ყოველწლიურად. ტრადიცია გვაქვს ასეთი. რაც შეეხება სოფელ სართიჭალას და სადახლოს, ეხლა გადავამოწმე, არის 104 კილომეტრი მანძილი. პროკურორი მოსული არის შუამდგომლობით, რომ სადახლოს საზღვართანო ახლოს იმყოფებოდა, ანუ 104 კილომეტრში. ვინაიდან როგორ გავაკეთო ამაზე მითხარით? ვინაიდან პროკურატურა ამბობს, რომ თქვენ 2 დღეს, ანუ 6 და 7 მარტს იმყოფებოდით, თუ კი ერთი დღე იყავით ჩასული, თქვა საჩუქრის გადასაცემად ოჯახისთვის, 7 მარტს სად იმყოფებოდით? ეს არის აბსურდი. წარმოადგინონ ერთი ჯეოლოკაცია, ერთი ფოტო, ერთი ვიდეო მასალა. ანუ ეს არის სრული სიგიჟე, იმიტომ რომ რაც არ მომხდარა, ვერ იტყვი რომ მზეც არის შავია. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, შეგიცვლით თუ არა მოსამართლე შეფარდებულ გირაოს პატიმრობით? გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ორკესტრირებული პროცესი, მოსამართლე გარიგებულია პროკურატურასთან და ამის საფუძვლიანი ეჭვები მაქვს მთელი პროცესის მიმდინარეობის გამო. დღეს თუ დამაკავებენ, ეს იქნება კიდევ ერთი ტესტი, რომ ეს ყველაფერი ორკესტრირებულია და მოსამართლე გარიგებულია პროკურატურასთან და მურუსიძის კლანის დაკვეთებს ასრულებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ავალებს. თუ არ დააკმაყოფილებს, მაშინ კიდე რაღაცა 1% ეჭვი დამრჩება, რომ ფლად ვერ არიან წესიერად გარიგებული. მადლობა. თქვენ უსმენდით პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს, რომელიც ახლა მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არის. დღეს მან მოსამართლეს მიმართა სიტყვით და უთხრა, რომ ობიექტური ყოფილიყო, ასევე უთხრა მოსამართლეს, რომ ის ახლა აბარებს ტესტს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარიგებული პროკურატურასთან. დღეს სხდომის დაწყებამდე გააკეთა კომენტარი მეორე ბრალდებულმაც, ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა. სასამართლოშიც ისარგებლა სიტყვით მან და აღნიშნა, რომ არც კი იცის სად არის სადახლოს გამშვები პუნქტი და მას ქალაქი არ დაუტოვებია. როდესაც აუცილებლად ვთვლიდით, რომ ჩვენ უნდა დავსწრებოდით სასამართლო პროცესს, ყოველთვის ვესწრებოდით. თუ არ ვესწრებოდით, მაგ შემთხვევაში ვატყობინებდით სასამართლოს, რომ ჩვენ დღეს არ მოვდივართ და იქიდანაც ყოველთვის იყო თანხმობა. ჩვენი წარმოდგენით იქნება ეს მიზეზი, რომ არ ვესწრებოდით სასამართლო პროცესებს. ვერანაირი ბრალი ვერ შეგვიკერეს, იყო თავიდან ვითომ რაღაცა თაღლითობა, ვითომ იყო თაღის მითვისება, ვერაფერი ვერ გამოიყვანეს და საბოლოოდ ძიმე მუხლი რომ ყოფილიყო, გამოიყვანეს ჯგუფური.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აცხადებდა, რომ დაკავებულების მიმართ შეფარდებული გირაოს შეცვლის საფუძველი არ არსებობდა და რომ ბრალდებულების სასამართლო პროცესებზე ცხადდებოდნენ და ასევე მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აქვს მოლოდინი, რომ დღეს მათ ხდომათა დარბაზში დააკავებენ, არც კი უცდიათ მიმალვა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე იზა კელენჯერიძე. იქამდე კი გეტყვით, რომ გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას. საუბარი არის, რომ ბრალდებულებმა პროკურატურის ბრალის მიხედვით ხელშეკრულება გააფორმეს ერთ-ერთ კომპანიასთან 1.200.000 ლარის სანაცვლოდ და მათ დაპირდნენ, რომ იახტას ჩამოუყვანდნენ, თუმცა როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მათთვის დაკისრებული მოვალეობა მათ არ შეასრულეს, თანხა არ დაუბრუნეს 1.200.000-დან დაახლოებით 150.000 ლარამდე დააბრუნა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. დანარჩენი თანხის დაბრუნება კი არ მომხდარა, სწორედ აღნიშნულ სეიდავებას გამოძიება უწყება მათ. იმ შემთხვევაში, თუ კი ბრალდება დაუდასტურდებათ, მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აქვე გეტყვით, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულებულია და განაჩენიც რამდენიმე სხდომაში გამოცხადდება.